რატო უნდა დავივიწყო მიშა? რატო უნდა დავივიწყო მიშა? რატო უნდა დავივიწყო მოღალატე, რომელმა მოღალატემაც ტერიტორიები დამიკარგა, ახალგაზრდობა გამიწყვიტა, ეკონომიკა გაანადგურა და ამდენი სიდამპლე წამოყარა და ეგერ არის ახლა მომჯდარი ვივამედში და ამდენი ავნო ჩემ ქვეყანას და მე დავივიწყო, ხო? დავივიწყო კი არა. გახურებული ლომი უნდა გააცხერო და ტრაქში უნდა გათხარო იმ ვივამედში და პირში უნდა ამოუვიდეს. ისე როგორც აკეთებდა აღმაშენებელი. რატო უნდა დავივიწყო? რატო უნდა დავივიწყო ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტერი? რატო? ხო, მიშა დაივიწყე, ნაცები დაივიწყე, ყველა დაივიწყე, წარსული არ გავიხსენოთ. წარსულის გახსენება თუ არ გინდათ, გვეკაიდეთ ბამიშვილებო. რატო რუსეთთან მიმართებაში რატო გახსოვთ წარსული? თურქეთთან მიმართებაში რატო არ გახსოვთ წარსული? სომხებთან მიმართებაში რატო არ გახსოვთ წარსული? აზერბაიჯანთან მიმართებაში რატო არ გახსოვთ წარსული? რატო რუსეთთან გახსოვთ მან და მაინც? ხო, იმიტომ გელაპარაკები რომ მაგაზროვნებით ბევრი აზროვნებს, ვინც რატო არ 21 წელი რატო უნდა დავივიწყო? 21 წელი რატო უნდა დავივიწყო, როდესაც თხასავით გაყიდეს ჩემი ქვეყანა? ჩვენ ევროპასთან ურთიერთობის ძალიან მწარე ისტორია გაგვაჩნია. დაწყებული ოქროს საწმისიდან. ქურდობით, მოპარვით, მოტაცებით და მერე, როდესაც მოღალატე წაიყვანეს საქართველოდან, რომელსაც მოაპარია, აი ის ბედი მოელის ყველას. ყველა მოღალატეს მოელის ევროპელები მოვიდნენ, მოგპარეს ოქროს საწმისი, წაიყვანეს, მერე ძმა მოაკლევიეს, მერე შვილები მოაკლევიეს და მერე მედია გამოიყვანეს როგორც უსაზიზღრესი ადამიანი, ქართველი ქალი, რომელმაც უღალატა სამშობლოს, უღალატა ძმას, უღალატა შვილებს და ასე შემდეგ. და ბოლოს ბოროტების ქალღმერთმა ჰეკატამ წაიყვანა თავისთან და იქ მარჯვენა მხარეს დაისვა. აი იქიდან დაიწყო ევროპელებთან ჩვენი ურთიერთობა. 1921 წელი გაიხსენეთ, 18-21 წელიწადი. რა გააკეთა ევროპამ და დასავლეთმა იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო. ეს გაუნათლებლობა, ეს უწიგნურობა, ეს სიშტერე